ყოფილი სპეცრაზმელი, რომელიც კალიფორნიაში ქართველი ბიზნესმენის ჯგუფური მკვლელობის საქმეზე დააკავეს, ახლა იმყოფება ამერიკის ციხეში და ელოდება სასამართლოს ხდომის ჩანიშვნას. იქამდე კი ჩვენ შევძელით, რომ მის ძმასთან, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, ჩაგვეწერა პირველი ინტერვიუ და ბესიკ ხუციშვილის ძმა პირველებთან ყვება, როგორია მისი ძმის ისტორია, როგორ აღმოჩნდა ის ამერიკაში და რა შესაძლო კომუნიკაცია შეიძლებოდა ჰქონოდა მას ქართულ ბიზნესმენთან. ბესიკ ხუციშვილის ძმა ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ კიდევ ერთი ბრალდებული, ვინც ასევე ჯგუფური მკვლელობის საქმის თანამონაწილე და დაკავებულია, ეს არის ზაზა ოთარაშვილი, არის ბესიკ ხუციშვილის მეგობარი, ისინი ერთად მუშაობდნენ ამერიკაში. ბესიკ ხუციშვილი იყო ტაქსის მძღოლი და გამორიცხავს ჩვენთან ინტერვიუში მკვლელობაში ბრალდებული კაცის ძმა, რომ შეიძლება ქართულ ბიზნესმენთან რაიმე სახის კონფლიქტი მის ძმას ჰქონოდა. რა შეიძლებოდა გამხდარიყო დაპირისპირების მიზეზი, ჩვენი რესპონდენტი ამას ვერ ამბობს პირველებთან ინტერვიუში, თუმცა ამბობს, რომ მისი ძმა არ არის აგრესიული, მას არავისთან დაპირისპირება არ ჰქონია, მით უფრო არავის სახლში ძარცვის მოტივაციით არ შევდოდა და ასე სასტიკად ცემით ადამიანს არ მოკლავდა, ამიტომ ახლა ხუციშვილების ოჯახი ელოდებიან გამოძიების დასრულებას, რომ გაირკვეს რეალურად რა მოხდა. სხვათა შორის ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს იმასაც, რომ საქმეში ფიგურირებს ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც სავარაუდოდ სასტიკად მოკლულ კაცს ჰქონდა, ამიტომ სავარაუდოდ შეიძლება ვთქვათ, რომ ის ავითარებს ასეთ ვერსიას, რომ მისი ძმა შეიძლება თავს იცავდა. ვის მკვლელობასაც ედავებიან, მასთან რა ურთიერთობა ჰქონდა? ამ ბიზნესმენთან რა ნაცნობობა აკავშირებდა, რის გამო შეიძლება დაპირისპირებოდნენ? საქართველოდან როდის წავიდა? სადღაც 5 წელი. ის სპეცრაზმელი იყო, ხო ასეა? რა საკეთებდა ამერიკაში? როგორც ყველა მანქანაზე მუშაობდა. ზაზა მეგობარი იყო. ეგ ვიცი. პაატა ყოჩიშვილი? პაატას მე თვითონაც არ ვიცი. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ძალიან. ეს გაუგნებული ვართ, საიდან არა თვითონაც არ არის იცით, აი ეს ნაზელი იყო თუ არ იყო, მაგრამ აი აგრესიული არ არის. სიემაში მოკლეს ეს ადამიანი და არა, არ არსებობს. ჩემი ძმა ეგეთი ადამიანი არ არის. არ არსებობს. იქ იარაღის ფიგურირებს. ექნებოდა იარაღი თქვენს მას? არა, ჩემ იმის იარაღი იყო იმ კაცის. ირაობ შეუფარდეს, ესეც ვიცით. 2 მილიონი. შეძლებს 2 მილიონის გადახდას? შეხედეთ, აბა, შეძლებს. 2 მილიონი რო გქონდეს, იქ რა უნდა დასულიყო. ეგ ხო სისულელი, ის ქალბატონიც რა ვიცი, აი 100 წელს დაგვაყაჭ. ნუ არ ვიცი, ვერ გეტყვით, არ ზუსტად არ ვიცი რა, გამოძიებას დავილოდით რა. და მიმალვას ცდილობდა, თუ ვიცით? სახში აიყვანეს როგორც წერია თვითონ იქ და ასე მიმალვას თვითონ სადაც ჰქონდა ნაკლებობის კი. ზაზას და ჩემიც. ქართველი ბიზნესმენი ალექსი მოდებაძე 2 დღის წინ საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს. არსებული ინფორმაციით სასტიკ ანგარიშწორებას ყავს თვითმხილველის ქალბატონი, რომელიც მკვლელობის დროს ბიზნესმენთან ერთად სახლში იმყოფებოდა და მან უკვე გამოძიებას ჩვენება მისცა, მათ შორის დაკავებული ყოფილი სპეცრაზმელებიც ამოიცნო.